ირაკლი კობახიძემ თავის Facebook გვერდზე ეს ქარდი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფაქტმეტრის დასკვნით კობახიძის ეს განცხადება არის მეტწილად სიმართლე. 2025 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 8.9%-ით, 3.8 მილიარდ დოლარამდე გაზრდილი, ხოლო იმპორტი 10.8%-ით 10.3 მილიარდ დოლარამდე. საბოლოო ჯამში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 14.2 მილიარდ დოლარამდე. განცხადების გაკეთების მომენტში 13 აგვისტოს მდგომარეობით ჩაშლილად ქვეყნებისა და პროდუქციის მიხედვით 6 თვის სტატისტიკა იყო ცნობილი, ხოლო ივლისის მონაცემები მხოლოდ თანხმობრივად ექსპორტისა და იმპორტის ნომინალური მაჩვენებლების ოდენობით იძებნებოდა. 6 თვეში ექსპორტი 13.7%-ით იყო გაზრდილი და ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს წარმოადგენდა ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ექსპორტიც იანვარ-ივნისში 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდს გადააჭარბა. ახალი რეკორდი მოხსნა მსუბუქი ავტომობილების წილმაც მთლიან ექსპორტში და მან 38%-ს მიაღწია. 6 თვეში გაიზარდა იმპორტიც, თუმცა მისი ზრდა დიდწილად ერთჯერად ფაქტორებს, კერძოდ იანვარში 514 მილიონი დოლარის ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტს უკავშირდება. მათ ქვეყანაში შემოტანა რეალური ეკონომიკური აქტივობით არ ყოფილა გამოწვეული, გემახსოვრებათ პარლამენტმა გადასახადებისგან რომ გაათავისუფლა, ეგრეთ წოდებული ოფშორული კანონი მიიღო და ამ იმპორტს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდა. ერთჯერადი ფაქტორების გარეშე 7 თვეში იმპორტი მხოლოდ 5.2%-ით იქნებოდა გაზრდილი, რაც 3.3%-იანი ინფლაციის პირობებში შეიძლება უმნიშვნელო ზრდადაც კი მივიჩნიოთ. უშუალოდ ივლისში ექსპორტი 11%-ით 609 მილიონამდე, იმპორტი კი 6.7%-ით 1.5 მილიარდამდე და შესაბამისად სავაჭრო ბრუნვაც 8%-ით 2.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ორმხრივი ვარდნა ვაჭრობის აქტივობის კლებაზე მიუთითებს და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება მას გამცხადებლის სასარგებლოდ ვეღარ შეატრიალებს. სტატისტიკურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც წარმატების გაზვიადებულად წარმოჩენის შესაძლებლობა გააჩინა, ფაქტმეტრმა ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.